მოგესალმებით, ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება. დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიცს შეუხვდა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს. შეხვედრაზე პრეზიდენტმა სერბეთში მიმიწვია მეკით ჩემი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, აღნიშნავს ყაველაშვილი. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდა. გარეთ უორდს უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება. მისივე თქმით, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალაქი ვითარდება და იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება მოთხოვნა გზების რეაბილიტაციაზე, ხიდების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ასე შემდეგ. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ყაველაშვილი Facebook-ზე წერს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩ გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ შეხვედრის დეტალებზე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო უწყებაში 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მომუკამ დინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით დინარაძემ მოადგილე ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორ ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მებრძოლების საჭიროებები მოისმინა. მათ სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მოვალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულია ინფორმაციაში. ძლიერი საქართველოს ლელოს პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქალაქის მერობის კანდიდატებს და რეგიონის მაჟორიტარებს შეხვდნენ. ლელო ძლიერი საქართველოს ინფორმაციით ცენტრალურ შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს. როგორც ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო წინასაარჩევნო კამპანია შეიჯამებინათ. მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამ მომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს. ხალხი, რომლებსაც დღეს შევხვდით, ზედმიწევნით იცნობს ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, ამიტომ მათთვის ხმის მიცემა ნიშნავს პოზიტიურ ცვლილებებს, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟნე კუპრაშვილი საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული რისკების შეფასების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმები და ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის არსებობას. ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე. პროექტირების პროცესი აერთიანებს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს, მათ შორის უნდა ჩატარდეს კვლევითი და ესკიზური სამუშაოები, შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს დოკუმენტაცია, შეიქმნეს შენობის ექსპლუატაციისა და მოვლაპატრონობის გზამკვლევი. პროექტის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე ავტორის ზედამხედველობა. სულხან-საბა ორბელიანისა და ინგო როყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. სულხან-საბა ორბელიანისა და ინგო როყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს როგორც უშუალოდ ამ ქუჩების რეაბილიტაციას, ისე ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგებას. სამუშაოების წარმოებას უკვე ძალიან მალე დავიწყებთ, განაცხადა კახა კალაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა. ინფორმაციას უნგრული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოზე დაყრდნობით ავრცელებს. სიიარტომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ცენტრალური ევროპის ენერგომომარაგების საკითხზე დონალდ ტრამპს ესაუბრა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის საკითხზე ორბანთან ისაუბრებდა. ის ჩემი მეგობარია, მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ გრძნობ რომ თუ ასე მოვიქცევი, მან შეიძლება შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა და ვფიქრობ, ასეც მოიქცევა, განაცხადა ტრამპმა. რუსეთმა უკრაინას 176 დრონით შეუტია. უკრაინელებმა 150 დრონი გაანეიტრალეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. დილის მონაცემებით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 150 დრონი გაანეიტრალეს. აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. მათი ცნობით, ახლა რუსების მიერ გაშვებული დრონების მორიგი შეტევა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით რუსული დრონებით დარტყმები 8 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული Su-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, რუსული გამანადგურებელი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც იგი ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევას ახორციელებდა. მტრის Su-34 ჩამოგდებულია, განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში, რომლებმაც გამანადგურებელი დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამოაგდეს. სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც რუსეთიდან გაზს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ყიდულობს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა. მისი განცხადებით, მის ქვეყანას რუსული ენერგორესურსების შეძენის გარდა სხვა ვარიანტები არ აქვს. სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც გასულ წელს რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები 30%-ით გაიზარდა. საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები, ამიტომ თუ დააკვირდებით, სურათი შავ თეთრზე უფრო ფერადია, აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.